კვერცხი მარინადში. ძალიან საინტერესო და გემრიელი კერძია, რომელიც გამოდგება როგორც ცალკე კერძი, ასევე როგორც გარნიერი და როგორც მისაყოლებელი. მე ავიღე 10 კვერცხი, 5-6 გმილინიორი, შავი პილპილი, ჯინჯერი, 300 მl სოიას соуსი, წითელი წიწაკა, ცოტა მარილი და შაქარი. შევუდგეთ. წვრილად დავჭერთ ჯინჯერი. ასევე წვრილად ვжრით ნიორს. გადმოვიტანოთ ნიორი და ჯინჯერი დაფაზე და ოდნავ შევაფიცკინოთ. აქვე შეგვიძლია დავუმატოთ წითელი მშრალი ციცაკა. და შავი პილპილი. ოღონდ ურთებათის. ოდნავ დავბრაწავთ. სულ 2-3 წუთი სჭირდება, რომ გახსნას არომატი. ჩავასხათ სოიას соуსი 300 მl. შეგვიძლია ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები. და ამდენივე წყალი. მივიყვანოთ ადუღებამდე. და ვადუღოთ ზუსტად 4-5 წუთი. ბოლოს ვამატებთ მარილს და 2 სოფრისკოვს, ან 3 სოფრისკოვს შაქარს. კვერცხს ვდებთ ადუღებულ წყალში ზუსტად 7 წუთით. და გამოდის ესეთი არც თოხლო, არც ბოლომდე მოხარშული. მარინადი გადმოვასხათ კვერცხში. შეგვიძლია ზემოდან რამე დავადოთ, რომ მარინადმა დაფაროს კვერცხი. ვაფარებთ ხუბს და ხვალამდე ვინახავთ მაცივარში. კვერცხი მარინადში მზად არის. ისე გამოვიდა, რომ გადასაღებად არ მეცალა და ვინახავდი 2 დღე მაცივარში. გავსუჩოთ. ხა დავაგემოვნოთ. მოყვარულზე არის ნამდვილად, იმიტომ რომ ძალიან სპეციფიური გემო აქვს. თუმცა როგორც ინგლისელები მიირთმევენ ლუდთან ერთად, იქნება ძალიან სასიამოვნო. სად არის ჩემი ლუდი, ვერ გავიგებ? დავიდა.